ხუთი ვიდეო, ჩემი გადახევილი, იაპონიის და საქართველოს მეგობრობის შესახებ, რომელიც მე ძალიან მიყვარს. აქამდე მქონდა სხვადასხვა ვიდეო გადახევილი და ზოგიერთი იყო ეხებოდა იაპონიის და საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მეგობრობის შესახებ და აქედან ვირჩევ რამდენი ვიდეო, რომელიც მე პირადადაც მიყვარს. თქვენ იცით რომ იაპონიაში ყველაზე ცნობილი ქართული ქერიძე არის შკუმერი. ალბათ უფრო ცნობილია ვიდრე ხაჩაპური და ჰინკარი. და ახლა მივდივარ იმ რესტორანში, სადაც კეთდება იაპონური შკუმერი და გასვენებთ. იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორან ქსელში, მაციაში ამზადებენ შკუმერები. მაცია პოპულარულია თავისი იაპონური კერძით, როგორიცაა გიოდონი, ხორცისა და ბრინჯის კერძი. მაციას თვალსაზრისით ისეთ შკუმერიც მოხვდებოდა ბრინჯისთან და ამიტომ დაამატეს მენიუში. როგორც ხედავთ, განსხვავებულია ქართული შკუმერისგან, მაგალითად ხორცთან ერთად შიგნით არის თკობილი კარტოფილი. ასევე ბრინჯი და მისოსუპიც მენიუში არის. გემრიელი იყო, მაგრამ როგორც თქვენ ნახეთ, უფრო გაიაპონურული შკუმერი იყო რა. ხოდა მე პირადად მივიჩენია ქართული ნამდებები, აი რაჭული შკუმერი, აი შოტისფრთან ერთად. იაპონიაში მარტოში ვიყავი, დაბრუნდი მარტოში რა 2-3 კვირით და იაპონიაში ერთ-ერთი შკუმერი რა, ერთ-ერთი დიდ რესტორანში ამზადებდნენ, ახლაც ამზადებენ სხვადასხვის შკუმერის. ოღონდ გაიაპონურული შკუმერი და მე პირადად მიყვარს ქართული აუთენტიური ნამდებები შკუმერი, მაგრამ იაპონელი ხალხისთვის ქართულ სამზარეულოს შეეხება, რატომღაც ახლა შკუმერი არის, ანუ ბომბა რა, ასე მოვთქვათ, ძალიან ცნობილია იაპონიაში. დაახლოებით 8 წელი რაც საქართველოში ვიცხოვრობ, ჩემი აზრით, ჩემი ყოველდღიური კვებაც გაქართვებელია რა, არ ვიცი, მაგრამ ხანდახან მეანტერება იაპონური პროდუქტები. და ახლა გაჩვენებთ იმ ადგილს, სადაც მე დავდივარ იაპონური პროდუქტების საყიდვად. Pin Tokyo Plaza მდებარეობს მიცკევიჩის 34 ნომერში, საბურთაროზე. აქ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა იაპონური პროდუქტები. ყველა პროდუქტი Pin Tokyo-ში რაც არის პირდაპირ იმპორტირებული იაპონიიდან. აქ შეგვიძლია ვიყიდოთ სხვადასხვა იაპონური სნაკები, რამენი, ლუდები, საკე, მაჩა, ტკბილეული, ბრინჯი და იაპონური კოსმეტიკური პროდუქტების შეგვიძლია შევიზინოთ. მოკლედ, პატარა იაპონია საბურთაროზე, თუ გაინტერესებთ მოგინდებათ ან გენატურებათ იაპონური პროდუქტები, Pin Tokyo არის ჩვენი არჩევანი. მე ძირითადად საქართველოში ვიცხოვრობ და ხანდახან მენატრება იაპონური პროდუქტები. ამიტომ ძალიან მიხარია რომ ეს გაიხსნეს Pin Tokyo-ს მაღაზია საქართველოში და მეც ხანდახან დავდივარ რა და ვიხმარები სხვადასხვა Pin Tokyo-ს და თუ გაინტერესებთ მასში მოვზანდით. სხვადასხვა ბოლოს გავიგე რომ გაიხსნება ქართული რესტორანი Tokyo-შიო და ძალიან კარგია რომ ეს საქართველოში ერთი იაპონური ესეთი პროდუქტების მაღაზია Tokyo-ში, იაპონიაში კიდე გაიხსნება ესეთი ქართული რესტორანი და ესეთი ბაზა იქნება ჩემი აზრით რა იაპონიისა და საქართველოს აი კულტურული გაცნობის, კულინარული კულტურის გაცნობის ბაზა. ხო და ეს ტენდენცია ძალიან მისასალმებელია ჩემი აზრით. ახლა რუსთავში ვარ და გავიცანი ერთი იაპონელი ფეხბურთისტი. გამარჯობა,中野裕太です。3年ルスタビに住んでいます。今は FC ルスタビでプレーしているんで、今年一部昇格目指して頑張るので応援お願いします。お願いします。ゆうたさんにインスタグラムにგუბერნატორი ეს და გამოიცადეთ. აბა ჰეი. რუსთავში აი ზუსტად სხვა საქმეზე ვიყავი და შემთხვევებით გავიცანი იუტასანს. იაპონელი ფეხბურთისტი ვთქვი, შემეშალა, მაგრამ ფეხბურთელი რუსთავში და 3 წელია რომ საქართველოში რუსთავში ცხოვრობ. ძალიან გამიკვირდა. ანუ თბილისში გასაგებია, ბათუმში გასაგებია და რუსთავში თან 3 წელი. მე მგონია რომ ეს ბათუმი იუტასან ბრძანდება ეს პირდაპირ იაპონელი ვინც 3 წელი ცხოვრობს რუსთავში. ჩემი აზრით მსოფლიოს რეკორდია. და რატომ ხაც ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს და ხაც მიყვარს რუსთავი. და ამ წელს 2025 წელს უკვე 4-ჯერ ვარ 4-5-ჯერ. თითქმის ყოველ თვეურად დავდივარ რუსთავში, რაღაც საქმეებზე და ძალიან მიყვარს ახლა.
რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა მომწერა მესეჯი რიოსეო ახლა ტელევიზორზე გადის სერიტი გადაცემა ქართული კულტურისა და ქართული ცეკვის შესახებ. გადაცემის სახელია სეკკაინო ჰატემადე იტიკიუ. იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გადაცემა. მე რომ იაპონიაში ვიყავი, მეც ვიყურებდი ხოლმე. და გადაცემაში ორი იაპონელი ჩამოვიდა საკარიტებელოში და შეისწავლეს ქართული ტრადიციული ცეკვა. როგორც ჩანს, ედიციონში ჰქონდა პრაქტიკა ვარჯიში ერთად, ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია და ასევე გაასინჯეს ჩურჩხერა, ასევე დაალევიეს 70 გრადუსიანი ჭაჭა და ასე შემდეგ. მე პირადად მოხარული ვარ რომ გააშკეს საკარიტებელის შესახებ იაპონიაში, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქართული ცეკვის შესახებ, ჩურჩხერის შესახებ, 70 გრადუსიანი ჭაჭას შესახებ, ზოგადად საკარიტებელის შესახებ ცნობადობის ამახვილება იაპონიაში, იაპონელი ხალხის შორის. ეს გადაცემა სხვადასხვა ვიდეოში რომ ვისაუბრე ძალიან ცნობილია გავლენიანი ტელევიზორის გადაცემა და ძალიან გამიხარდა რომ გააშკეს საკარიტებელზე ასევე ქართული ცეკვაზე და ჭაჭა რომ დაალევიეს ძალიან გამეცინა სხვადასხვის. რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა გამომიგზავნა ეს ფოტო. იაპონიაში ერთ-ერთი სუპერმარკეტში ვიბობეო ქართული კივიო. და გავისინჯე და ძალიან გემრიელი იყო და ძალიან გამიხარდა, თან გამიკვირდა, იმიტომ რომ იაპონიისა და საკარიტებელის შორის დისტანცია არის დაახლოებით 8000 კილომეტრი. გემით საზღვაო გადაზიდვით დასჭირდებოდა დაახლოებით მგონი 2 თვე თუ 3 თვე. მეტი შეიძლება რა. ხო და მეთქი კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა საკარიტებელიდან იაპონიაში. ხო და კაია რა. კიდე რა ჯობია გავიდეს საკარიტებელიდან იაპონიაში და რა ჯობია ჩამოვიდეს იაპონიიდან საკარიტებელში. თქვენი აზრით? სხვადასხვა დედაჩემი, ხანდახან მიგზავნის ფოტოების, რაღაც მესეჯების, როდესაც ფოურობს ნახავს რაღაც საკარიტებელთან დაკავშირებული რაღაც ინფორმაციას ამ პროდუქტების იაპონიაში. და ეს რიოსე გავისინჯე ის ქართული კივიო და ძალიან გემრიელი იყო და ერთხელ ჩამოვიდეს და მინდა რომ ვაჭმენო გავაცნო საკარიტებელო და გავასინჯო ქართული პროდუქტები, ქართული კივიც რა თქმა უნდა საკარიტებელში და ქართული ხოვინა და ასე შემდეგ. ძალიან მისასალმებელია, დასაფასებელია რომ ეს იზრდება ეს იაპონიის საკარიტებელის მეგობრული ტერიტორიები და კიდევ გაიზარდეს. ჩემი სრული ეს არის. და თქვენ რომელი ვიდეო ყველაზე მეტად მოგეცანათ, გამაგებინოთ, ძალიან გამიხარდება, წავიკითხავ აუცილებლად თქვენს კომენტარებს. და ჯეჯებით, ამით დავამთავრებ. კიდევ გავაგვირეზერვ ესეთი ვიდეოს გადაღებას და ასევე პატარა მოკლე ვიდეოს გადაღებასაც. ხო და მადლობა ყურადღებისთვის. მადლე. ახლა იაპონიაში ვარ საქმეების სახლში და ჩემს ოთახში სხვადასხვა წიგნი მაქვს შენახული, მაგალითად ეს. მე, ბებია, ირიკო და ილარიონი. სასწაული წიგნია. იაპონურად წავიკითხე, ბატონმა იასუჰირომ კოჟიმამ გადათარგმნა ქართულიდან იაპონურად და იაპონურად წავიკითხე. ძალიან კარგი წიგნი იყო. მე აუცილებლად წავიკითხე ქართულად. და ასევე ეს იაპონური ქართული ლექსიკონი. ეს ლექსიკონიც ბატონმა კოჟიმამ შექმნა. ძალიან კარგი ლექსიკონია ხოლმე აქამდე არ არსებობდა ესეთი ლექსიკონი ხო და იყენებ ხოლმე თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობიდან არის და თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ მოიძებნოთ და კიდე ეს მეგრული ენის სახელმძღვანელო აი მაგალითად გამორუძგვა მორო მუჭო ჯგირო მარდი მეგრული ძალიან რითი იყო ჩემი თვითონ ხო და კარგად ვერ შევისწავლე წავალ ზუგდიდში და ადგილზე შევისწავლე ალბათ